მეუფე პეტრე წავაჭყონდიდის მიტროპოლიტი საღამო მშვიდობისა ძალიან დიდი მადლობა პირდაპირ ჩართვისთვის მოგესალმებით ჩვენი სტუდიიდან. მშვიდობისა მეუფე მადლობა რომ დაგვახდით ინტერვიუზე. პირველი რაც მინდა გკითხოთ უკავშირდება სწორედ დეკანოს რასაკვირველია თქვენი აზრით და თქვენი ინფორმაციით რა შეიცვალა ამ დღეებში ჩვენ გვესმოდა საპატრიარქოს პოზიცია შეწყალებასთან დაკავშირებით მაგრამ დღეს ცოტა სხვა ინფორმაცია მივიღეთ რომ შესაძლოა დეკანოზმა დატოვოს ციხე შეწყალების შედეგად რა მოხდა საღამო მშვიდობის მოგესალმებით მე ვერ დავარქვევდი ამ მოვლენას ცვლილებას უფრო ძალიან მარტივი ჭეშმარიტებით შევაფასებდი რომ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს პრინციპამდე მივიდა საპატრიარქო და მადლობა ღმერთს ამისათვის და მინდა დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს განსაკუთრებით არ მიწყენთ და ქალბატონ ინგას ეკუთვნის ყველას მეტად აქტიურობა თუ სხვა არხებს ეგრეთ წოდებულ მთავარ არხს ჟურნალისტებს მასმედიის საშუალებებს რომლის მთელი 2 წლის განმავლობაში ეს საქმე აბსოლუტურად გულთან მიიტანეს და მცირე გამონაკლისის გარდა რაღაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ საზოგადოებრივი აზრი მომწიფებულიყო და ყოფილიყო ერთსულოვანი რომ დეკანოზი არის მსხვერპლი უსამართლობისა და ძალმომრეობისა და მადლობა ღმერთს რომ ესეთი პროცესი ესეთი დაიძრა ესე ვთქვათ და ალბათ მიმდინარე განვითარებულმა მოვლენებმა ეს ყველაფერი მოამწიფა. ანუ მადლობა პირველ რიგში მეუფე რა მინდა რომ მკითხოთ თქვენ უკვე დღეს ასეთი განცდა გაგიჩნდათ რომ დასასრულისკენ მიდის დეკანოზის პატიმრობა იმიტომ რომ აი ქრონოლოგიურად ბოლო პერიოდის ამბებს თვალს თუ კი გადავავლებთ სკანდალური წერილი შემდეგ განცხადებები საპატრიარქოს მხრიდან თუ მოინანიებს დეკანოზი ჩვენ ვიფიქრებთ მის შეწყალებაზე დღეს მეუფე ანტონი შესული იყო სასჯელახსრულების დაწესებულებაში ის გამოვიდა და თქვა ის რაც მოვისმინეთ რომ სავარაუდოდ სინოდი პრეზიდენტს მიმართავს შეწყალების საკითხით თქვენ რას უკავშირებთ აი ამ სწრაფად განვითარებულ პროცესებს და მეუფე ანტონის დღევანდელ განცხადებას უნდა ველოდოთ თუ არა რომ საპატრიარქო მართლა პრეზიდენტთან შუამდგომლობას გაუწევს დეკანოს და იგი გამოვა გარეთ ინგა მე პირველი დღიდან ვამბობდი ვინც მამაო მოინახულა და ამიტომაც ურჩევდი მღვდელმთავრებს რომ შესულიყვნენ თუ სასულიერო პირებს თუმცა ეს იყო ძალიან დიდი ესე ვთქვათ უსამართლობა შეზღუდვა ზოგადად მამაოსთან სასულიერო პირებისა და ასე შემდეგ მაგრამ ვინც შევიდა მას თვალებში ჩახედა და მისგან მოისმინა და შეკითხვები არსებული დაუსვა და მიიღო პასუხი შეუძლებელია ჯერ აბა ვის გავიხსენებთ გარდა რაღაც ესეთი სამარცხვენო ესეთი ზონდერული დამოკიდებულებისა ამ არ მოვერიდები ამ სიტყვას სასულიერო პირთაგან რომლებიც ესეთი ჭორებს და ცილის წამებებს ესე ვთქვათ ავრცელებდნენ და ეწეოდნენ მამაოს დისკრედიტაციას სხვა როგორ შეიძლება მასთან შესული ადამიანი აბსოლუტურად მე ერთი შესვლაც კი პირველად ესე იგი საკმარისი აღმოჩნდა რომ ყველა შეკითხვაზე მიმეცა პასუხი და შემდეგ ასევე წარმოქმნილ შეკითხვებზე ყოველთვის იყო პასუხი იმიტომ რომ სიმართლე ჭეშმარიტება ეს ერთადერთია და სადაც სიმართლე აქ არის ღმერთი და სადაც არის სიცრუე წყარო სიცრუის არის ბოროტება და ნუ სიმართლე იმარჯვებს და სიკეთე იმარჯვებს ბოროტებას და მარტივი ჭეშმარიტება ასეთი შეკითხვა მაქვს დღეს საპატრიარქოს პრესამსახურმა ანდრია ჯაღმაიძემ ასეთი რამე თქვა რომ შეწყალება უპირობო არ იქნება აი რა პირობებზე შეიძლება საუბრობდეს საპატრიარქო დეკანოსთან მიმართებაში დიანა სამწუხაროდ უნდა ვაღიარო რომ იმდენად არაადეკვატურია და უპასუხისმგებლოა ბოლო დროს განსაკუთრებით ეს განცხადებები რომელიც გავრცელდა თუმას ჩვენ თუნდაც მართლმადიდებლური აზროვნებით ეკლესიური აზროვნებით ან საერთოდ საეკლესიო სამართლით შევაფასებთ რომ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ ყველაფერზე კომენტარს იმდენად უპასუხისმგებლოა ბოლო დროს ამ განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში ეს არის მცდელობა უბრალოდ იმისა რომ გადაიფაროს ის შეცდომა რაც 2 წლის განმავლობაში იქნა დაშვებული ანუ 2 წლის წინ უნდა მომხდარიყო 2 წლის წინ უნდა გადადგმულიყო ეს ნაბიჯი 2 წლის წინ ქონდა პატრიარქს გამოთქმული აზრი თხოვნა მაგრამ ვიდრე გადაიფარება ასევე პირობებზეა საუბარი თქვენ თუ ხსმენიათ აი რა შეიძლება ეს პირობა იყოს ამ დეტალებში არ ვიცი ვერ წარმომიდგენია რა უნდა იყოს პირობა ადამიანი რომელსაც დაკავების პირველი დღიდან ეუბნებოდნენ და პირობებს იქვე უყენებდნენ დაკავებისთანავე პირობა არის არსებული მდგომარეობა საზოგადოებრივი აზრი
ჯანსაღი, მომწიფებული, ერთსულოვანი, რომ გვაქვს უსამართლობასთან საქმე და უდანაშაულო ადამიანი გვიზის საპყრობილეში. ეს არის პირობა, მეტი რა უნდა იყოს. მაგრამ აი დამაც მოამწიფა დააფიქრა საპატრიარქოს და მეუღლე პეტრე, აი თუ შეიძლება გითხავთ. დარწმუნებული ვარ ხელისუფლებაც. ნახეთ, აი ბოლო პერიოდში, სწორედ აი ამ კონტექსტში, ხომ, არა 2 წლის წინ, არამედ ახლა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ არსებობს რაღაცა სამხილები, რაღაცა მასალები, რაც როგორც ასევე ამბობს ნაწილი წყაროების, რაღაცნაირად შანტაჟის იარაღად გამოდგა მამალაძის ხელთ და სწორედ ამას მოჰყვა პროცესები თითქოს საპატრიარქოს მხრიდან და რაღაცნაირი დათმობაზე წასulis და ახლა უკვე პირობა რახან გაჩნდა კიდევ დამატებითი სიტყვა, ხო, აი ამ პროცესში. ხომ არ არის პირობა ჩვენ მართლა ეს გვაინტერესებს, რომ შევინახოთ ეს რაღაცა მასალები და ჩვენ გაგიკეთებთ რეკომენდაციას შეწყალებაზე. აი უკაცრავად, მაგრამ ეს რაღაცნაირი სქემა თითქოს და ძალიან თვალსაჩინოდ დევს ჩვენს წინ და ჩვენ ეს კითხვა უნდა დავსვათ. მესმის ლოგიკურია თქვენი კითხვა, რაც შეეხება სიტყვა პირობას, ამაში უფრო მგონია რაღაც ინტრიგაა მათი მხრიდან. დანარჩენი მამაოს ვფიქრობ საერთოდ ციანიდი საქმემდისაც კი ამ არსებულმა მდგომარეობამ, რომელსაც გულის ტკივილი თვითონ ეხებოდა და განიხილავდა და ცდილობდა ჩემი გამოკლებით რამდენიმე მღვდელმთავართან ქონდა ცდელობა გამოსავლის ტოვნისა საპატრიარქოში არსებული და მდგომარეობის გაჯასაღებისა. მე რაც ვიცი, რაც მე გავიგე, დავუშვათ ჩემი გამოკლებით კიდევ ერთხელ ვამბობ, არაერთ ადამიანთან, მაღალი იერარქთან ქონია და ნუ ცდელობაც ქონდა მას სინოდის წინაშე წარმოსგარიყო და მე უკვე დღევანდელი გადასახედიდან არ გამოვრიცხავ, რომ გარდა ფინანსური და ქონებრივი საკითხებისა მე არ გამოვრიცხავ, რომ ის წარდგებოდა სინოდის წინაშე სხვა საკითხებსაც აი ეს სხვა რა არის? მეუფე პეტრე მაპატიეთ რომ გაწყვეტინეთ. მეუფე ანტონმა ჩემთან რეაქციაში დავაკონკრეტებ, მოდით უფრო მეტად გავშლი ამ თემას, რადგან გაჩნდა ეჭვი და ძალიან ბევრი ადამიანის მოსაზრება იყო დღეს ასეთი, რომ რაღაცის დუმილის სანაცვლოდ ხომ არ წავა და უშუალოდ საპატრიარქო ამ შეწყალების შუამდგომლობაზე. ანუ მეუფე ანტონმა ჩემთან თქვა, რომ იმ წერილში, რომელიც მიიღო ოთხმა მღვდელმთავარმა, შესაძლებელიაო სამართლებრივ საკითხებზე არ იყოს საუბარი, მაგრამ იყოს რაღაც მორალურ, ზნეობრივ, ეთიკურ თემებზე და ამდენი ხანი დეკანოზი სულ საუბრობდა კორუფციის შესახებ, კორუფციაზე აკეთებდა მუდმივად აქცენტს და შეწყალების საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში და რაზეც მეუფე ანტონმა ისაუბრა, ჩემი ვარაუდითო, ზნეობრივ, მორალურ საკითხებზე ამ წერილში საუბარიო. აი ამან ხომ არ მოიტანა ის, რომ საპატრიარქოს დღეს შეიძლება აწყობდეს, რომ ის გამოვიდეს გარეთ და გაჩერდეს. მით უმეტეს, რომ ეკა კვესიტაძესთან და ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს თქვენ ასეთი სიტყვები ბრძანეთ საეკლესიო ბედუკაძეობა და რას გულისხმობდით, რომ განგვიმარტოთ პასუხთან ერთად? დიახ, რაც შეეხება მეუფე ანტოს აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ რაც მან მიუხედავად იმისა, რომ წერილი როგორც ამბობს არ აქვს წაკითხული, რომ ესეთი ეჭვი, ესე ვთქვათ, გაუჩნდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, რაღაც საჯაროდ ამ ეს არის საკითხი, რომელიც უნდა სინოდზე იქნეს განხილული და აუცილებლად მოვა დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე უახლოესი ეკლესიის უახლოესი ისტორია და ბოლო დროს ჩემთან განსაკუთრებით გამოჩნდა წყაროები, არქივის მასალები, რომ ბოლო 10 წლების მანძილზე 70-იანი 80 წლებშიც კი იყო საკითხები დასმული, მათ შორის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხრიდან და ასე შემდეგ საეკლესიო სასამართლოს აღდგენისა, რაც გარდაუვალია და მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი ამ უბედურების ესე დავარქვევთ ჭყალის წყარო არის საეკლესიო სასამართლოს არარსებობა, კი აქვს სინოდს მითვისებული, მაგრამ ეს ფუნქცია ცალკე უნდა იყოს და აღდგეს საეკლესიო სასამართლო, რომელიც ისტორიულად ჰქონდა ეკლესიას და ყველაფერი მიმაჩნია საეკლესიო კანონის ნორმები თავის კალაპოტში ჩადგება. რაც შეეხება ჩემ შეფასებას, ნამდვილად ესეთი მკაცრი მქონდა მე შეფასება და ეხლა ვიტყვით, რომ კარგს არაფერს ნიშნავს ალბათ და მეთანხმებით, ხო? და არც კარგ და ჯანსაღ გარემოში არ მოხდება მსგავსი რაღაც მდგომარეობა. ამის იქით ნუღარ წავალთ, ეს არის თემა, რომელიც ესე იგი უნდა არა, ნუღარ წავართ,
მაგრამ შეიძლება თუ არა თქო რაღაც ისეთი იყო ამ წერილში, რამაც შეიძლება ეს შუამდგომლობა დააყენოს დღის წესრიგში. პირობა რაზეც ერთადიანად ეს წერილი არის გამოგზავნილი ჯერ კიდე ეს წერილი იქნა გამოგზავნილი ჯერ კიდე პირველ სასამართლომდე, როდესაც მამაოს მუხლი, ანუ მოითხოვა მუხლის სრულება პროკურატურამ და მუდმივი ესეთი სასჯელი მუდმივი პატიმრობა იქნა მოთხოვნილი მის მიმართ. რაც შეეხება ამ წერილის თემის წამოწევას, მე მინდა გითხრათ, ვიყავი აბსოლუტურად გულწრფელი, როდესაც ჟურნალისტმა ამ გადაცემაში აქცენტებში დამისვა შეკითხვა ძალიან ლოგიკური, რომ აიო, მე ვიცი, რომ პატრიარქი იყო მომხრე შეწყალების, მე პირადად მესაუბრა უწმინდესი, მე პირადად ესე იგი მთხოვაო შუამდგომლობა, რომ პრეზიდენტისთვის ამეხსნა დარწმუნდა მის უდანაშაულობაში და მე რატო შეიცვალაო პატრიარქი და მე გავიცი აბსოლუტურად ლოგიკური და გულწრფელი პასუხი, რაც ასევე იყო ჩემი ეჭვი და რაც ასევე საპატრიარქოს ესე იგი მაღალმა იერარქმა დამიდასტურა, რომ გულისწყრომა იყო პატრიარქთან ამ წერილის გამო. ამ უკარანარევი დამოკიდებულების გამო. ნუ რაც რა თქმა უნდა ლოგიკურია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ მამაო რა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, ამ წერილის დაწერამდე და რატო იყო ესე ვთქვათ, რომ სასულიერო პირობებასთან არ შედიოდნენ, ურთიერთობა არ იყო და ასე შემდეგ განწირული იყო ადამიანი, რა თქმა უნდა, ამას უნდა ვიფიქრო და პასუხისმგებლობა თვითონ საპატრიარქომ, რომელმაც ეს პირობები შეუქმნა, როდესაც ჩვენ დღეს ვისმენთ დაუშვათ უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომ თურმე უნდა გასაჯაროებდეს თუ არის რამე გასასაჯაროებელი, მაშინ როდესაც მთელი საზოგადოება იყო ერთსულოვანი და მამაო პირადად ცრემლით ითხოვდა, რომ სასამართლო პროცესები არ დახურულიყო. და მაშინ როდესაც ასევე რაღაც მსგავსი მზაკრობა სასამართლომ თუ პროკურატურამ წარმოთქვა, რომ თითქოს იქ რაღაც მაღალი იერარქის პირად ცხოვრებაზეა საუბარი, რაც არ არსებობდა და არის არქივში მასალები, როდესაც მამაო საუბრობს, რომ მე დასამალი არაფერი არ მაქვს და ითხოვს სასამართლოს გასწრილობას. აი მაშინ რატო არ მოინდომა საპატრიარქომ რომ მოეთხოვა სასამართლოსთვის გასაჯაროებულიყო, რომ ჩვენ დასამალი არაფერი არ ქონდა, ანუ არ დაუდგა გვერდით, არ დაუდგა ლოგიკურ სამართლიან მოთხოვნას, რომ სასამართლო პროცესი არ ყოფილიყო დახურული. ასევე დღემდე გაუთქმელობა არ აქვს მოხსნილი ადვოკატებს და ასრაცნაირად არაპროპორციულია. მეუფე პეტრე, ერთი ასეთი შეკითხვა მინდა დაგისვათ. თქვენ იყავით ერთ-ერთი ადრესატი ამ წერილის. რა წერია ამ წერილში ისეთი, რასაც შეუძლია შეცვალოს ვითარება, ან რაღაც ისეთი კორექტივი შეიტანოს მთელ ამ პროცესში, რომ რადიკალურად მოტრიალდეს სიტუაცია. არის თუ არა ეს წერილი ისეთი ძალის მატარებელი, რაც მის გასაჯაროებას შეიძლება მოყვეს შემდეგ საზოგადოებაში? ნუ რა თქმა უნდა ბევრი შეკითხვები გაჩნდება და ბევრი ესეთი პასუხის მოთხოვნა დადგება დღის წესრიგში და რა თქმა უნდა აუცილებლად მოვა დრო, როდესაც წმინდა სინოდი შეეხება არათუ ამ წერილს კიდევ ერთხელ ამ პირველი წერილი, რომელიც მამამ გამოგზავნა საპრობილიდან, რომელიც სინოდზე არ იქნა წაკითხული და სხვა უამრავი საკითხები, რომელიც აი უნდა აღიაროთ ფაქტიურად, ანუ ამ დამოკიდებულებით უკვე საპატრიარქომ უნდა აღიაროს, რომ შეცდომა იყო ბოლო სინოდის ხტომაზე ამ საკითხის არ განხილვა. შეცდომა იყო სამივე ინსტანციის სასამართლოს შემდეგ და მას შემდეგ, რაც 1 ოქტომბერს მახსოვს, იმიტომ რომ 2 აგვისტო იყო 1 აგვისტოს უკაცრავად 2 აგვისტო იყო ილიაობის დღესასწაული, როდესაც უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე გადადგა თანამდებობით, ანუ მეორე დღეს გადაწყვეტილების მიღებიდან, რომ ისინი არ განიხილავდნენ, ანუ განხილვაში არ მიიღეს ეს საქმე. მე ვფიქრობ, რომ მაშინე უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში სინოდის განჩინების თანახმად შექმნილიყო კომისია და განეხილა ეს საკითხი. ხა დღეს რომ საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, დაუშვათ, რომ თითქოს პროკურატურა წინააღმდეგია მასალების, მე მამავადან პირადად მივიღე დასტური წერილობითი ფოსტით, რომ თვითონ გზად არის და თავიდანვე ვეუბნებოდი, ჯობია გაუთქმელობისათვის იქნეს დასჯილი მამაო და დაპატიმრებული ვიდმე ამ ცილისწამების მსხვერპლი გახდეს. და მამაო თვითონ თანახმაა, რომ თუ კომპეტენტური კომისია შეიქმნება საპატრიარქო თუ კვალიფიციური პატიოსანი სანდო მართლმორწმუნე ადამიანებისაგან, რომელიც სინდისის ხმით მოქმედებენ და ცხოვრობენ, შექმნის და პროფესიონალებისაგან კომისიას, დღესაც არის ამის მზაობა, რომ იქნა შესწავლილი. მეუფე პეტრე, თეთრი ძალითაა ერთი შეკითხვა კიდევ პრობლემას არ წარმოადგენს. წერილთან დაკავშირებით, აი აქვე კიდევ ერთ შეკითხვას დავსვამ მაშინ. არის თუ არა ეს წერილი ისეთი ძალის მატარებელი, რომ შეუძლია რთულ სიტუაციაში ჩააყენოს საპატრიარქო?
ეს წერილი არის მიმაჩნია რომ სინოდზე აუცილებლად განსახილველი და ანუ ახლა დანარჩენს ამის იქით აი ავწონოთ რა ძალის მატარებელია რა ვიცი საერთოდ სიმართლე არის ყველაზე დიდი ძალის მატარებელი აი უსამართლობის წინააღმდეგ და ამის იქით თავარი არის რომ ამაო არის უდანაშაულო და მართალი არის. ჩვენ არასდროს არ გითქვამს რომ მამაო როგორც ვერავიზე ვიტყოდით რომ უცოდველია და თვითონაც ძალიან ნანობს თუნდაც იმ დამოკიდებულებას იმ მდგომარეობას რაც ესე იგი გასაჯაროვდა დაჩეხილი ამოჭრილი და დამონტაჟებული ესე იგი ჩანაწერებით რომელიც არასრულყოფილი იყო და ხო თუმცა ამ ჩანაწერებშიც რაც ჩვენ მოვისმინეთ იყო იქ მთელი რიგი ისეთი დეტალები რამაც ძალიან უსიამოვნო განწყობა დატოვა ღია წერილიც კი გამოგზავნა საპრობლეა როგორც მახსოვს სადაც ის სინანულს გამოხატავს იმას რომ ესე ადვილად წამოეგო დაუშვათ ამ აგენტ პროვოკატორის პროვოკაციას და ასე დარტყმის ქვეშ და ასე უხერხულობაში ჩააგდო ეკლესია და მთელი საზოგადოება ამაში დაუშვათ თვითონ ეს თავიდანვე ქონდა გამოხატული სინანული და მე ვფიქრობ რომ ჩემთვის პირადად როგორც სინოდის წერილისათვის მისაღებია დაუშვათ ეს სინანული მისგან მეუფე თქვენ ძალიან კარგად იცით შიდა სიტუაცია სინოდში საპატრიარქოში აი რა მოლოდინი გაქვთ ეხლა მოსმენილი გაქვთ ყველა განცხადება მათ შორის დღევანდელიც რა მოლოდინი გაქვთ ეს არის სიტყვებისთვის კრიზისის რაღაცნაირი მორიგი კრიზისის გადასატანად რომელიც ამ წერილზე საუბარმა გააჩინა თუ გაქვთ იმის მოლოდინი რომ მართლა იქნება მიღებული გადაწყვეტილება სინოდში რომ შუამდგომლობით მიმართოს საპატრიარქომ საქართველოს პრეზიდენტს არ ვიცი ხარ ამდენად სასურველია რომ სინოდი შეიკრიბოს ამ საკითხზე, უკვე დღემდე უნდა შეკრებილიყო და მე არაერთხელ მithქვამს რომ ყოველი დღე დაკარგული ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს და მე ყოველთვის იმეც ვიტოვებდი რომ ჯანსაღი აზრი საბოლოოდ გაიმარჯვებს და ნათელი სხივი შემოვა სინათლე და მიიღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებას ადეკვატურია და მართლმადიდებლურია და სარწმუნოებრივია და ქრისტიანულია ეს დამოკიდებულება რომ შენი უდანაშაულო მით უმეტეს ადამიანი ღვთისმსახური სამიშვილის მამა და ოჯახიც ასეთ გაუსაცვლის მდგომარეობაშია და თვითონ მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე ფაქტიურად პარალიზებული კი არ ვიცით დღემდე დიაგნოზი მაგრამ ფაქტია რომ ადამიანს მარჯვენა კიდურები აქვს ესეთი უფუნქციო ფაქტიურად ხო აი ამ მდგომარეობაში რომ რაღაც შუამდგომლობა კიდევ არ იყოს დაყენებული და ვიცი ამის იქით რა უნდა იყოს შეცდომა დაშვებული ერთი კითხვა მაქვს კიდევ თქვენი საკმარისია შეცდომები რაც ამ 2 წლის განმავლობაში იქნა დაშვებული მე უკვე ერთი კითხვა მაქვს კიდევ თქვენი ნებართვით წეგან ცხადია არა შემთხვევით თქვენ თქვით შეიძლება ეხლა მე სიტყვა ზუსტად ვერ ვიხსენებ მაგრამ შინაარსი ასეთი იყო ზონდერული დამოკიდებულებაო ხო ბძანეთ ზოგიერთი მღვდელმთავრის მხრიდანო აი ძალიან თავარი არ მithქვამს სასულიერო პირი თავარი არ მithქვამს კარგი ანუ ეს არ ეხებოდა მღვდელმთავრებს დეკანოზები იგულისხმება დეკანოზები და ეს არ ეხებოდა მღვდელმთავრებს ზოგადად ციანიდის აი ამ საქმემ გამოკვეთა ძალიან დიდი დაძაბულობა და დაპირისპირება შიგნით სინოდში მე მაინტერესებს სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესები პირდაპირ გეკითხებით იმიტომ რომ თქვენ თუ არ ვცდები 2 წლის წინ როდესაც სწორედ ციანიდის თემაზე ვსაუბრობდით ისიც კი არ გამორიცხეთ ჩემს კითხვაზე ჩემს მიერ დასმული კითხვის პასუხად რომ გახლეჩვა მოხდესო აი სადამდე შეიძლება მივიდეს ეს კრიზისული სიტუაცია შიგნით სინოდში არასდროს არ ვიტყოდი ინგა ღმერთმა დაიფაროს ურღვეველია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამის გარანტია არის საქართველოში ყველაზე დიდი სიწმინდე არსებული შეიძლება მე არ მახსოვს ზუსტად მაგრამ მე აუცილებლად ნახავ ამ ჩანაწერს მეორედ მოსვლამდე ტერი ვერ გახლეჩავს მას მაგრამ ასთა სხვადასხვაობა იქნება და ესე ძალიან ჯანსაღი პროცესია ეხლა 83 წელთან შედარებით, როდესაც უდანაშაულო მღვდელი დაგვიხრიტეს და ფაქტიურად ხმა არ იქნა ამოღებული, დღეს მადლობა უფალს უკვე აი მღვდელმთავრები, დღეს მეუფე ანტონი ბრძანდებოდა, ასევე ადასტურებს მისი აზრს, რომ არის უდანაშაულო და ასე შემდეგ, მადლობა უფალს.
რომ სხვა რეალობაში ვარ და თავისუფლების ხარისხი ბევრად მეტია ჩვენთან დღეს. მეუფე პეტრე, აი იმ შემთხვევაში თუ კი შეწყალებით მართლაც დატოვებს დეკანოზი საპყრობილეს. აი თქვენ საეკლესიო სასამართლოზე ბრძანებდით და არ ვიცი ამას გულისხმობდით თუ არა კონკრეტულად, სად უნდა გადაინაცვლოს ამ საქმემ? უბრალოდ უნდა დამთავრდეს ამაზე საუბარი თუ ბოლომდე გავიგოთ რა ხდებოდა და თუ კი ეკლესიაში გადაინაცვლებს საპატრიარქოში ვთქვათ ან წმინდა სინოდში ამის გარჩევა, გაიგებს თუ არა საზოგადოება ამ საქმის შესახებ ყველაფერს. მეორე მხრივ, პროკურატურას აქვს საქმე, სასამართლოს გადაწყვეტილებები აქვს მიღებული. ანუ ეს საქმე ხო არ უნდა გაიყინოს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ სიმართლე. ყველამ, იმიტომ რომ მთელი ქვეყანა ადევნებდა ამას. კი ბატონო. ხა რაც შეეხება პროკურატურას და გამოძიებას ის რომ ამავე საქმეში მართლმსაჯულება არ აღსრულებულა, ეს ერთდროულად ჩვენ ცალსახად ამას მე პირადად თელი პასუხისგებლად ვამბობ და აი გავიხსენებდი ვაშკაცი პატიოსანი კავკასიელი ადამიანის მაჩალიკაშვილის რაც დამოკიდებულება აქვს როცა მის შვილზე მისი შვილის მკვლელობაზე კითხეს სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლებაო ეს საქმე აი მე დიდი იმედი მქონდა მაგალითად როდესაც თავარი პროკურორი გადადგა რომელსაც ასევე პასუხისგებლობა ჰქონდა ამ საქმეში რომ მაღალსასრული იერარქად ქალბატონს გვისახელებდა და პასუხი არ გაუწია ესე წავიდა და შემდეგ ახალმა მთავარმა პროკურორმა თქვა რომ აი ჩვენი გამოწვევა არის დობის აღდგენა იგივე ჰქონდა სასამართლოს დამოკიდებულება ციანტის საქმეში შეიძლება და როგორც ერთს ისე მეორე ინსტიტუციას აღედგინდა ნდობა მაგრამ ნუ დღემდე ჩვენ ხედავთ რომ ამ კუთხით არ დაძრულა და მოდი მივანდოთ უფალს საბოლოოდ ამ საქმის მაგრამ ჩვენთვის თავარია რომ წმინდა სინოდმა განიხილოს და ჩვენ ვიცოდეთ არაერთხელ გვითქვამს რომ ვიცოდეთ ამ ადამიანის მიმართ რომ ის ამ საქმეში კონკრეტულ ბრალში არის აბსოლუტურად უდანაშაულო და არჩეს ისტორია შეაფასებს და აქ თავარია ჩვენი სინოდის დამოკიდებულება თორე ის რომ ამაო და ზოგადად სასულიერო პირები მაცხოვარი მათ შორის რომ უდანაშაულოდ გაუსამართლებიათ ჯვარცმა და წამება მათ თავზე მომხდარა დაუშვათ თუნდაც საბჭოთა პერიოდში და ასე შემდეგ უამრავია ისტორიაში ეს ჩვენთვის უცხო არ არის და სიახლე არ არის მაგრამ მე ვფიქრობ რომ სინოდი იმსჯელებს ამაზე თავის დასკვნას დადებს და შემდეგ რა დოზითაც იქნება არა ისე როგორც ესეთი არაადეკვატური და უპასუხისმგებლო განცხადებები წმინდა სინოდმა უნდა გააკეთოს საბოლოოდ განცხადება შეიძლება ერთობლივი პრესკონფერენცია სინოდის წევრებმა მოიწვიონ და ჩვენ გავცეთ ყველა შეკითხვას რა დოზითაც ეს მართლმადიდებლურად მამაშვილურად დედა ეკლესიისაგან იქნება საჭირო და აუცილებელი იმ დოზით საზოგადოებას აუცილებლად გავცეთ საბოლოოდ პასუხს დარწმუნებული ვარ ბუნებრივი არ დავტოვებთ ამ კუთხით ესე იგი უპასუხისმგებლო დაბაჭები და ამ საზოგადოების ნაწილს რომელიც დღემდე ესე გულშემატკივრობს ამ თემას და მამაოს მათ შორის რა თქმა უნდა მათ ეკუთვნით და ჩვენ ვალდებული ვართ რომ ჩვენი სათქმელი უთხრათ მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ მე უფე პეტრე თუ ჩემს კოლეგებს სასაკვირველი არა აქვთ კიდევ რაიმე დამატებითი შეკითხვა და ბოდიში მინდა გითხრათ თუ რაიმე არასწორად მახსოვდა აი წეღა როდესაც კითხვა დაგისვით 2 წლის წინ თქვენ ბრძანეთ თქო რაღაც დაპირისპირებიდან გამომდინარე გახმეცის მოსალოდნელია თუ არა ამასთან დაკავშირებით და ბოდიშს გიხდით თუ მე მახსოვდა არასწორად აი ეს მინდოდა რომ მადლობა რაც მოვედი ეკლესიაში სარწმუნოების სიმაღლეზეა ჩემთვის რწმენა იმისა რომ კვართის სამშობლო არ გაიხლიჩება და იქ დარჩება ერთიანი და ასევე აღსდგება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ღვთის მადლით. დიდი მადლობა უნდა დაიწყოს პროცესი გაჯანსაღებისა და უნდა დაიწყოს ეკლესიით. ერთი რამ მინდა ვთქვა, მადლობა მე უფე დაგემშვიდობები, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად.